იყო ზუგდიდი გუნდი და რომელსაც განთავისუფლეს მაშინდელ ვინც იყო დირექტორი მისთვის არც იმ დროს საკრებულოს კიდევ უფრო მეტი უფლებები ჰქონდა მაშინ. არავის არ მოუწვევია არავითარი კომისია. მარტო იყო ორი სიტყვა იმ ხელისუფლების მიერ ნათქვამი. ყავდათ ერთი მოქალაქე ლევან ნაკაცარია, რომელსაც საერთოდ არ უცნო. ორი წინადადება, რომ ალხა ჭიჟი არისო არაკომპეტენტური. აი საკითხი გვარი არ უნდა მეთქვა ზუგდიდის დირექტორი იყო არაკომპეტენტური. ასე იგი ჩემი არაკომპეტენტურობა ვიღაც ლევან ნაკაცარიამ შეახასა. აი მაშინ არსებობდა ზუგდიდი, რომელიც იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაცემდა პასუხი არ უხო მე გეტყვით თქვენ და შეგიხმობა უბრალოდ თქვენ იყავით მაშინ საკრებულო წევრი და მათგანული ბოლომდე ფინანსური პრობლემები ჰქონდა აი ამ დროს ხდება ესე იგი აგერ არის საკრებულო თქვენ ხარ საკრებულო იმ საკრებულო წევრი ხარ თქვენ და ამ საკრებულო წევრი 2013 წლის 5 აპრილს ხდება ასეთი რამ ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სტრუქტურულ ერთეულად გადმოეცა საფეხბურთო გუნდი ლაზიკა და ფეხბურთის სპორტო სკოლა აი მისთვის გახდა საჭირო რომ ლაზიკა გადმოეცა და ისევ ეს დამჯდარიყო ისევ მუნიციპალიტეტის ანგარიზე აი რამ გამოიწვია ეს იყო სამი საკუთრებაში არსებული გუნდი იქ თამაშობდა 34 წლის სუსტად არ მახსოვს ფეხბურთელი ოჯახი ყავდა რაღაცა პირველ ადგილზე იყო და გუნდი იყო პერსპექტივაში რომ გადასულიყო პირველ ლიგაში გამგეობა შემოვიდა სიდაიტერის სტადიონსაც მანდა გადმოსცა გამგეობას შემოვიდა ჩვენთან წერილით იქ კონკრეტული პიროვნებები არ ვიცი ვინისი წერილი იყო და წერილის საფუძველზე მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება რომ უნდა მიეცათ ან სპორტის განვითარების ცენტრი ფეხბურთის განვითარების ცენტრი ერქვა ან იმას რა ქვია სპორტი მეორე იყო ჩიქონი ან რომელიღაცისთვის უნდა დაემკვიდრებოდა შემოვიდნენ წინადადება და საკრებულო არ იყო წინააღმდეგი რომ გადმოცემოდა რაც შეეხება კიდევ იქი წავალ განხილვა რო არ ყოფილა იქ ყველა ჟურნალისტი იყო მე მგონი ფეხბურთელები ბევრი იყვნენ მოსული ჩვენთან საკრებულოში და გარჩევა იყო ზუსტად იქ ისე რომ მიგდეს გადაწყვეტილება ისე არ იყო მართლაც მე ჩვენ არ ვართ მოსული აქ ერთისთვის რომ აქ ფიცესრიგი უნდა დაგწევინა ეჯულება უნდა დაგწევინა სულ სხვაზე გადაბერე გამგეობა ალბათ ამიტომ ეს ხელისუფლება ოჯახებზე კარგად ფიქრობს განსაკუთრებით სასაგები დურო ყოლიბოდა მაგრამ ახლა თქვენ ამბობ 25 ფეხბურთი ხო გაინტერესებს თქვენი რატო არ ვაჩვენე მე შენ ბუღალტერია ბიზნეს ვერ მასწავლე აი ვერ მასწავლე ძალიან რო კიდეს ვერ მასწავლე ეს ანგარიში რუხის სტადიონი ზუგდიდის ბალანსზე არ იყო და მე ფულს ვერ ვაჩვენებდი ვერანაირად ეს იყო ჩემს მიერ კეთილი გულის გაკეთებული სამუშაო გეგმა აი ამ აიპის სამუშაო გეგმა 2015 წლის ის საკრებულო რომელიც იყო მანამდე და ოდესაც მაშინ ჩვენ ყავდა გუნდი ზუგდიდი და რომლის დირექტორიც ვიყავი მე მაშინ არ მოუწევიათ არავითარი კომისია ერთპიროვნულად გადაწყვეტეს ზუგდიდის დირექტორის ბედი აი ეს და მაშინ ძალიან ბევრი შეკითხვა რატომ გაკეთდა ასე ვინ შეაფასა ჩემი ესე იგი იმ დირექტორი რომელიც იყო ზუგდიდის მაშინდელი ვინ შეაფასა არაკომპეტენტურად ეს არაფერი ესე იგი არასოდეს საკრებულოს ჩემთვის არ მოუმართავს არც ერთი შეკითხვით და დღეს აი ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აი რაც დღეს ხდება ვის მოწმენის თქვენ ხართ ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ იმ აიპის დირექტორსაც გუნდის უფროსსაც თუნდაც ფეხბურთელებსაც და ყველასაც მოვისმენთ მე ვფიქრობ რომ აი ამ ხელისუფლების დიდი გამარჯვება არის ეს რომ ჩვენ დემოკრატიულად აი როგორც საჭირო არის ისე ყველასაც მოვისმენთ მარტივი პასუხია ამაზე იყო სადღაც მთელი ფეხბურთის სამყარო მოსული ზუგდიდის ჩვენთან სადაც განიხილებოდა საკრებულოს თავმჯდომარეც იყო ყველა იყო სხვა შორის მალხაზ ჭეჟიას თანამშრომლებიც იყვნენ მოსული და ისინი იყვნენ უკმაყოფილო ბატონი მალხაზის მუშაობით იმიტომ რომ გუნდმა ჩაატარა 27 თამაში მოიგო 1 და 4 ფრეი ითამაშა მარტო ამიტომ ისინი იყვნენ ბოლო ადგილზე თუ ბოლოდან წინაზე 7 ქულა ჰქონდათ და ამიტომ ითხოვდნენ მის გადაყენებას ჩვენ სხვა შორის მე მგონი ლაივ პრესიც იყო თქვენი წარმომადგენლობა ყველა იყო იქ ბატონ მალხაზი იყო თბილისში წასული რაღაც საქმეებზე მალხაზის უსწრეს დაბრუნდით შეუდექით ტრენერთან ერთად და გააგრძელეთ მუშაობაო მაგრამ თვითონ არის ურვა მე გავრცელა რომ ზეწოლა იყო მაგრამ
ფაქტები იყო სხვა, თვითონ დაწერა განცხადება და ეს განცხადებაც შეგიძლიათ მოიდიოთ არქივში და ნახავთ, რომ თავისი განცხადებით წავიდა.